მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმები დამსწრე საზოგადოებას. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხდომას გახსნილად ვაცხადებ. დღეს ჩვენ გვაქვს ორი საკითხი განსახილველი. ერთი, რომელიც თავიდანვე იყო დღის წესრიგში შესული, ეს გახლავთ ჩვენ დებულების პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დებულების შემუშავება და ამ პროექტის დამტკიცება. მოგეხსენებათ, დღეიდან შედის ძალაში კი არა და შევიდა უკვე ძალაში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქცია, რომელმაც სამკერულ საკითხები მოაწესრიგა ახლებურად, რომელსაც ყველანი მხარი დავუჭირეთ და მივესალმეთ ამ რედაქციას, მათ შორის სახელწოდებათა შეცვლა კომიტეტ სამკერულ კომიტეტებისთვის, საჩვენო კომიტეტს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ეწოდა, წესები ამოღებული იქნა სახელწოდებიდან, ასევე ის საკითხები, რომლებიც დებულებების შესაბამისად წესრიგდებოდა ახალი ძველი რედაქციის რეგლამენტით, ბუნებრივია, რომ ახალ რეგლამენტს უნდა შეესაბამოს. შესაბამისად, თქვენ გაქვთ წარმოდგენილი კომიტეტის რეგლამენტი, რომელმაც განიცადა ცვლილება და სადაც მხოლოდ ასახულია ის საკითხები, რომელიც შეესაბამება რეგლამენტის ახალ რედაქციას. ხმა გაუთიშოთ რა უკაცრავად მეც ტელეფონს. ეს არის ერთი საკითხი და მეორე საკითხი, რომელიც დავამატეთ ჩვენ დღის წესრიგს, როგორც მოგეხსენებათ, გუშინ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტის ბატონ გივი მიქანაძე იქნა პრემიერის მიერ დანიშნული ქვეყნის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის ministrat. პირველ რიგში მინდა მიულოცო ბატონ გივი მიქანაძეს ეს მაღალი საპასუხისმგებლო პოზიცია, უსურვომას წარმატება მის საქმიანობაში და როგორც მოგეხსენებათ, ის საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა, შესაბამისად ჩვენ დღეს ვიმსჯელებთ მის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. ასევე დარიგებული გაქვთ თქვენ დასკვნის პროექტი, სადაც არის საუბარი სწორედ იმაზე, რომ საფუძველი პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არის პრემიერის გადაწყვეტილება მისი ministrat დანიშვნის შესახებ. წინადადება მაქვს, რომ ამ დღის წესრიგით ვიმუშაოთ, ვინ არის მომხრე? ბატონ გურამ. მადლობა. კარგი, დავიწყოთ პირველი საკითხით, როგორც მოგახსენეთ, ეს არის კომიტეტის დებულება, წარმოდგენილი ახალი რედაქციით და ჩვენ მხოლოდ ისეთ ცვლილებებით განვაახლეთ დებულება, რომელიც რეგლამენტის ახალ რედაქციას შეესაბამება. თუ კი გაქვთ რაიმე ფორმით კითხვა, შენიშვნა, შეგიძლიათ ამ თემაზე ვიმსჯელოთ და თუ კი ასეთი არ არის, წინადადება მექნება მხარი დავუჭიროთ ამ საკითხს. დავძენთ ბატონ გაგა. კი ბატონო, დებულებაზე, ანუ ორი საკითხი გვაქვს, დებულება და ბატონ გივის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. დებულებასთან დაკავშირებით თქვით, რომ ბატონ გაგა ახალი რედაქცია არის რეგლამენტის და შესაბამისად არის ადეკვატური ცვლილებები ასახული მხოლოდ, აქვე ვიცით ასევე, რომ სახელწოდებაშიც ერთი სიტყვა ამოვარდა და მხოლოდ საპროცედურო საკითხთა კომიტეტი გვეწოდა. მოკლედ, ვინ თუ კი არ არის კითხვები დებულებასთან დაკავშირებით, ხარ დაუჭიროთ ამ რედაქციას. ბატონ გურამ, მადლობა, გადაჭერილია. მეორე საკითხი, მე გაგაცნობთ დასკვნის პროექტს, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 1 ივლისს ვიმსჯელეთ პარლამენტის წევრის მიქანაძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე. მის პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებლობის თანამდებობის გამო დაგვიდასტურდა ბატონო, რომ პრემიერ-მინისტრის 2025 წლის 30 ივნისის ნომერ 200 ბრძანებით ბატონ გივი დაინიშნა განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობის ministrat. აქედან გამომდინარე კონსტიტუციის 39 მოხდის მეხუთე პუნქტის ბ-ქვე პუნქტის, პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მოხდის მეორე პუნქტის ბ-ქვე პუნქტის შესაბამისად პარლამენტის წევრს გივი მიქანაძეს ვადამდე უნდა შეუწყვეტოთ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. თუ არ გაქვთ წინააღმდეგი არ ბრძანდებით და ბატონ გივის მოლოცვებში, რა თქმა უნდა, ერთმანეთს უერთდებით, ხარი დაუჭიროთ ამ საკითხს და უკვე მექნება მე იმის საფუძველი, რომ დღეს პარლამენტის სესიაზე
დადგენილების პროექტი გავაცნო საზოგადოებას. კი ბატონო, ეს საკითხის მხარდაჭერილია. დღესაც იგი გათვალისწინებული საკითხები ამოიწურა. დიდი მადლობა, სვდომა დახურული. და ერთ საკითხი კიდე ბოდიში ჩვენ ხვალ ასევე მაღალი ალბათობით მოგვიწევს კიდევ ერთხელ შეკრება თაც უკვე გამოკლებული წევრის ნაცვლად უფლებამონაცვლე ბატონი დავით დოლიძე ხო თუ არ ვცდები როგორც არის ეს გათვალისწინებული ნუ მაღალი ალბათობით ასე იქნება მისი უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით გვექნება შეგუება.